Გიერთდებით რუსთაველის გამზირიდან, სადაც მოქალაქეები მართავენ საპროტესტო მარშს რუსთაველის გამზირის, კონკრეტულად კი საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით. საერთო სახალხო და საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფრთხილება, რომელიც დღეს 15 საათს დაიწყო და 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალურად ამ წუთას დასრულდა 18 საათზე და სწორედ ამ მიზეზით და ამ მიზნით შეიკრიბნენ მოქალაქეები დღეს თბილისის სხვა წერტილში სიმბოლურად გაიფიცნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომელთა შორის იყვნენ ბანკები, ასევე კვების ობიექტები, საკურიერო მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი სფერო, რომელიც არ გაფიცულა დღევანდელი გამაფრთხილებელი საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში და არ შემოერთდა ამ საპროტესტო მსვლელობას, რომელიც ამ წუთებში იმართება რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმართულებით. მოქალაქეები აქ არიან შეკრებილნი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით. ისინი, ვინც ვერ გამოვიდნენ საკუთარი ოფისების გარეთ, შეიკრიბნენ პირველი რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე და გადაკეტეს იქ არსებული საავტომობილო გზა, ასევე მსგავსი ვითარება იყო თბილისის სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც, სადაც მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად შეზღუდეს საავტომობილო მოძრაობა და ამის გამო ფაქტობრივად ამ გაფიცვის გამო სატრანსპორტო შეზღუდვებიც კი დაწესდა თბილისის მასშტაბით. მოქალაქეებმა სიმბოლურად ზოგიერთ ტერიტორიაზე შექმნეს ერთგვარი ერთობის ჯაჭვი და ამ ფორმითაც ეცადნენ ეთქვათ მთავარი სათქმელი, რაც უკვე ჟღერს 59 დღეა. არ მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და გამართვა სამართლიან გარემოში, ასევე იმ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს გასული დღეების საპროტესტო აქციების განმავლობაში. მათ შორის არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები და ასევე ჩვენი კოლეგა, რომელიც დააკავეს ბათუმში 10-11 იანვრის ღამეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, დირექტორი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი 14 იანვრის გადაწყვეტილებით ის წინასწარ პატიმრობაში რჩება და ეს წინასწარი პატიმრობის ვადა არის 2 თვიანი. შეგვიძლია ჩვენ კომენტარებს მოусმინოთ იმ მოქალაქეების, რომლებიც შეუერთდნენ გამაფრთხილებელ საყოველთაო გაფიცვას. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გაფიცვები, იმიტომ რომ დავანახოთ ხალხს, თუნდაც ჯერ კიდევ ვინც არის მომხრე ამ არალეგიტიმური მთავრობის, რომ რა შედეგი შეიძლება ამ ყველაფერს კონდეს და უბრალოდ გავაღვიძოთ ეს ხალხი. მე წარმოვადგენ მცირე მეწარმეებს, რომლებიც 2 კვირა უკვე ბაზარი ორბელიანზე ვართ, იმიტომ რომ არ მოგვინდა კალაძის სოფელში დადგომა და გავიფიცეთ, ანუ მე ორმაგი გაფიცვა შეიძლება ითქვას დღეს ჩვენი და ბაზარი ორბელიანმა დაგვითმა სივსე და იქ არიან ძალიან მაგარი მეწარმეები, ახალგაზრდებიც და შუახნის ხალხის, რომელიც თავიანთ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან და მათ უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო მათთვის ამ პერიოდში ასე შემოსავლის გარეშე დარჩენა. შევდებით ხალხის ძალას ვაჩვენებთ ამ ფორმით, ვაჩვენებთ, რომ ჩვენ მშვიდობიანი გაფიცვა, მშვიდობიანი პროტესტით შეგვიძლია ჩვენს შედეგებს მივაღწიოთ. ამას თუ არ იზამენ, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით და ისევ დავანახებთ ჩვენს ძალას. ამისთვის დარწმუნებული ვარ, რომ არ იყვნენ მზად და არავინ არ ელოდა, რომ ქართველი ხალხი ესეთი ძლიერი იყო. რასაც ვაპროტესტებთ, პირდაპირ აქვეწერია ხელახალი არჩევნები და რა თქმა უნდა, რეჟიმის პატიმრების განთავისუფლება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ხალხი ახალ წელს პატიმრობაში, მონობაში შეხვდა, რაც უსამართლო იყო და ყოველად მიუღებელია ეს ჩვენთვის. ამაღელვებელი დღეა, იმიტომ რომ ეს რაღაცა შედგა. მე ახლა თეატრალური ინსტიტუტთან ვიყავი, მე ოპერასთან, ახლა თსოს-თან წავალ. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია დღევანდელი გაფიცვა და ძალიან საჭირო. ჩვენ ყველანაირად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ხელისუფლებას, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ რაღაცა დათმობაზე წავიდეს, რომ დანიშნოს არჩევნები, განთავისუფლოს რეჟიმის პატიმრები, უკანონოდ დაკავებული და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ეს გაფიცვა არის გამაფრთხილებელი, მაგრამ ნელ-ნელა მერე შეიძლება უფრო გაღრმავდეს და გაიზარდოს. დღევანდელი გაფიცვის აქცია, ასე ვთქვათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ პერიოდის პროცესებთან მიმართებაში და არა მხოლოდ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ზოგადად ამ ქვეყანას რომ კონდეს კულტურა იმისა, რომ მოქალაქეს აქვს ძალიან დიდი ძალა და მისი გაფიცვით შეუძლია უზარმაზარი გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე და ქვეყნის გზაზე. ეს ძალიან კარგი იქნება რომ გავიაზროთ და დღეს მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამისკენ. ჩვენ ვართ ქართველი კინემატოგრაფისტები, რომლებიც უკვე წელიწად ნახევარზე მეტია ბოიკოტში ვართ კულტურის სამინისტროსთან, იმიტომ რომ თავიდანვე დავინახეთ როგორი რეპრესირებული და ისეთი რაღაც რუსული ხელით ცდილობდნენ კულტურის გაჩუმებას და ეხა უკვე აბსოლუტურად მთელ ქვეყანას მოედო ეს ყველაფერი. 3 საათის განმავლობაში მიმდინარე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას არაერთი კომპანიის წარმომადგენელი შეუერთდა, არაერთი კომპანიის თანამშრომელი, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, უნივერსიტეტებიც. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც გაიმართა ერთ-ერთი საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორ მასწავლებლებმა, ასევე გაიფიცა ზოგიერთი კერძო სასწავლებელი, სკოლები, საბავშვო ბაღები, მათი მშობლებიც და პედაგოგებიც გამოვიდნენ ქუჩებში და ამ ფორმით გააპროტესტეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ ამ წუთას უკვე მოვედით საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთის წინ საავტომობილო მოძრაობა ამ გამზირზე გადაიკეტა და მოქალაქეებმა, მათ შორის თეატრალურ უნივერსიტეტთან, რომელიც არის პროტესტის ერთ-ერთი მთავარი კერა და იქ გამოფენილი არის საპროტესტო ბანერები, მათ შორის იმ პირთა სახელი და გვარები, რომლებიც დააკავეს გასული დღეების საპროტესტო აქციების განმავლობაში. გზად აქციის მონაწილეებმა ტაშის დაკვით ეცადნენ, რომ გამოეხატათ დაკავებულთა მიმართ სოლიდარობა და მათ შორის იმ სტუდენტების მიმართ სოლიდარობა, რომლებიც აი ამ საპროტესტო აქციების განმავლობაში გაიფიცნენ. უკვე არაერთი დღეა ისინი იმყოფებიან თეატრალური უნივერსიტეტის შენობასთან და აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. საპროტესტო აქციის მონაწილეები ახლა სხვა ბანერით მოემართებიან რუსთაველის გამზირის მიმართულებით და როგორც დაანონსებული იყო 3 საათიანი გაფიცვის დასრულების შემდგომ ისინი განაგრძობენ საკუთარ პროტესტს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უნდა ითქვას, რომ გასული საათების განმავლობაშიც იმყოფებოდნენ აქციის მონაწილეები, სხვა სფეროს წარმომადგენლები და ისინიც, რა თქმა უნდა, 59 დღეა უკვე პროევროპული დემონსტრაციებისა უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და გამართვა და ასევე დაკავებულთა გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს გასული დღეების საპროტესტო აქციების განმავლობაში. გიტოვებთ კადრს რუსთაველის გამზირიდან.